მოგესალმებით. დღეს საზოგადოებას გვინდა წარუდგინოთ კვლევის ანგარიში, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა და ეს კვლევის ანგარიში არის 12 ივლისის მდგომარეობით და ეხება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს. ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალე არიან ეს ორგანიზაციები და რამდენად ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არის ის ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან, დაფინანსებასთან, წყაროსთან, გუნდთან თუ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული. საზოგადოებას მოეხსენება, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც რიგი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღება დაუშვებელია, უფრო მეტიც ისინი ამბობდნენ, რომ ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ინფორმაცია, როგორც საქმიანობის, ასევე დაფინანსებლის და კონკრეტული ფინანსების განკარგვის და საქმიანობის შესახებ არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. კანონპროექტის დაინიცირებიდან რამოდენიმე დღეში, კერძოდ 8 აპრილს, 474 ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას. ჩვენ გადავწყვიტეთ და შემდგომში კიდევ გამოჩნდა ის გარემოება, რომ ამ ორგანიზაციათა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი კანონის აღსრულებას არ დაემორჩილებიან და არ გაივლიან კანონის საფუძველზე რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია და როგორც წეგან გითხარით, გამჭვირვალეობის და ხელმისაწვდომობის კომპონენტი საზოგადოებისათვის ისედაც უზრუნველყოფილი არის. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვესწავლა ხელმომწერი ორგანიზაციების რეალური ინფორმაცია, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად გამჭვირვალე არიან ისინი და რამდენად საზოგადოებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არის ის ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ წარმოდგენილი საჯაროდ. ჩვენ შევისწავლეთ 12 ივლისამდე პერიოდში 474 ორგანიზაციის შესახებ არსებული ინფორმაცია საჯარო წყაროებზე და ეს შესწავლა დაეფუძნა საბაზისო ინფორმაციას. აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება სიღრმისეულ შესწავლას, არამედ ძირითად ფაქტებს და 7 კომპონენტი ავიღეთ შესწავლის მიზნით. ეს არის, აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი, მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო, პროექტები, რომელიც განხორციელებული აქვს და მიმდინარე არის, მისი სახელწოდება არის თუ არა წარმოდგენილი საჯაროდ, რამდენი არის გრანტის ოდენობა, რაც თვითონ პროექტზე აქვს მათ მიღებული, რა პერიოდულობის ხანგრძლივობის არის ეს პროექტი და გრანტი, აქვს თუ არა შემუშავებული და გამოქვეყნებული წლიური ანგარიში საქმიანობის შესახებ და პროექტის გუნდი, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ამ კონკრეტულ პროექტებს შესაბამისი ორგანიზაციის სახით. როგორც ხედავთ, ინფორმაცია არის აბსოლუტურად საბაზისო, აი რასაც თქვია ზედაპირული იმისთვის, რომ ადამიანს შეუქმნას ელემენტარული წარმოდგენა იმ შესახებ, თუ რა ორგანიზაცია, რა საქმიანობას ახორციელებს და რა ფინანსები მიიღო. და არა სიღრმისეული, შემდგომში კონკრეტულად რა აქტივობები განხორციელდა და ეს ფინანსები სად და როგორ დაიხარჯა. აი ამის მიხედვით გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს შედეგები 474 ორგანიზაციასთან მიმართებაში, რომელიც აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონის მიღებას თვითოულ კომპონენტთან მიმართებაში. დავიწყოთ პირველი. ეს არის რამდენი ორგანიზაცია ფლობს ოფიციალურ ვებგვერდს. და ჩვენ ვხედავთ, რომ 474 ორგანიზაციიდან 251 ორგანიზაცია, ანუ 51% ვებგვერდი არ გააჩნია. ვებგვერდი დღეს არის აპრობირებული კომუნიკაციის საშუალება, ეს არის მთავარი საკომუნიკაციო კომპონენტი და ასევე ორგანიზაციის ვიზუალიზაცია, იმიჯი და ასე შემდეგ დაკავშირებულია სწორედ ვებგვერდის გამოყენებასთან და ჩვენ ვხედავთ, რომ 51%-ს ვებგვერდი ელემენტარულად არ გააჩნია და შესაბამისად გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული და ინფორმაციის მოძიება ფაქტიურად შეუძლებელი ხდება. შემდეგი კომპონენტი ეს არის, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია დონორების შესახებ. და ჩვენ ვხედავთ, რომ
62%-ს, ანუ 474-დან 296 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული ინფორმაცია თუ ვინ დონორისგან, რომელი დონორისგან მიიღო კონკრეტული დაფინანსება. მესამე კრიტერიუმი, კომპონენტი, ეს არის რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტების დასახელება, აქ იგულისხმება როგორც განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტები და ჩვენ ვხედავთ, რომ 68%, 320 ორგანიზაციას 474-დან არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება. კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც გრანტების ოდენობას ეხება საკითხი. თქვენ ხედავთ, რომ 99%, 474 ორგანიზაციიდან 422 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტებთან დაკავშირებული საგრანტო მოცემულობები. შემდეგი კომპონენტი, ეს არის რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტის გრანტის ხანგრძლივობა, ანუ ვადა და ვხედავთ, რომ 378 ორგანიზაციას, ანუ 4%-ს, ანუ ყოველი 5-დან 4-ს არ აქვს ეს მითითებული. გადავდივართ წლიურ ანგარიშებზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას გქონდეს წარმოდგენა წლის განმავლობაში ორგანიზაციამ რა გააკეთა, რა აქტივობები განახორციელა და ვხედავთ, რომ 474 ორგანიზაციიდან 458 ორგანიზაციას წლიური ანგარიში არ აქვს გამოქვეყნებული და ეს არის 97% მთელი აი ამ ორგანიზაციების შემადგენლობისა. და ბოლო კომპონენტი, ეს არის რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ, ანუ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ორგანიზაციას წარმოადგენს და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი და აქაც ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი არის პროცენტული მაჩვენებელი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ ასაჯაროვებენ გუნდის წარმომადგენლობას და 70%, ეს არის 334 ორგანიზაცია 474. 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას აქვს 7-ვე კომპონენტი დაცული. თუმცა აქაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ორგანიზაცია, რა აქტივობებს ახორციელებს, ვისგან იღებს თანხებს და რაოდენობის თანხებს. შემდგომში უკვე ქვეაქტივობები თითოეული კომპონენტის მიხედვით და სიღრმისეული ანალიზი ჩვენ არ გაგვიკეთებია და ვხედავთ, რომ თუნდაც აი იმ საბაზისო დონეზე როგორი კატასტროფული მდგომარეობა არის გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, გვარწმუნებს იმაზე, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე არ იყო გამჭვირვალე, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და საზოგადოების ინფორმირება იყოს შესაძლებელი. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, დაახლოებით რამოდენიმე კვირაში ეს კანონი ამოქმედდება და შემდგომში უკვე შევხედავთ პროცესები როგორ განვითარდება, თუმცა ფაქტი არის, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას და ამბობდნენ, რომ ისინი არიან ხელმისაწვდომი ინფორმაციის თვალსაზრისით და გამჭვირვალე, რეალურად არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას ახდენენ საზოგადოების წინაშე. მოცემული ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ თითოეულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გადაამოწმოთ ქართული ოცნების პარტიულ Facebook გვერდზე, სადაც 474-ვე ორგანიზაციასთან მიმართებაში მათი მითითებით 7-ვე კომპონენტზე არის წარმოდგენილი ინფორმაცია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მზად ვარ, რომ გიპასუხოთ შეკითხვებს.